კარგით, ახლა 693 ამოცანა. ერთ წერტილში დამაგრებული ერთნაირი სიგრძის ორ ძაბზე დაკიდებულია ორი ბურთულა. შეადარეთ ვერტიკალიდან ძაფის გადახრის კუთხეები, თუ ბურთულათა მასები ტოლია. მუხტი ერთნაირნიშნიანია და პირველის მუხტი მეტია მეორესაზე. მეორე არის ბურთულების მუხტები ერთნაირია, პირველი ბურთულას მასა მეტია მეორესაზე. მოდით ესე ვთქვათ, გვაქვს Q პირველი მეტი არის Q მეორეზე. ესე იგი ბურთულების მასები და მუხტები ერთნაირნიშნიანია და პირველის და მასები ტოლი არისო. ესე იგი პირველი M1 უდრის M მეორეს. ეს პირველ შემთხვევაში. ეს პირველი შემთხვევა ესეთი არის და მეორე შემთხვევაში მუხტები ერთნაირი არის, Q1 უდრის Q მეორეს, ხოლო პირველის მასა მეტი არის მეორეს მასაზე. M1 მეტია M2-ზე. უნდა შევადაროთ კუთხეები ერთმანეთთან. α1 და α2 შორის თანაფარდობა როგორი არის. დავხატოთ სურათი. ეს არის საკიდი, სადაც ესე იგი ჩამოკიდებულია ბურთულები და მოხდება მათი გადახრა. ესე იგი გადაიხარენ ესე იგი ეს ბურთულები და მოდი ვნახოთ ესე იგი რა ძალები მოქმედებენ თითოეულ ბურთულაზე. ესე იგი პირველ რიგში თქვათ ეს იყოს M1 მასის მქონე ბურთულა, აქეთ მარჯვნივ მქონდეს M2 მასის მქონე ბურთულა. ეხლა რა ძალები მოქმედებენ? პირველ ბურთულაზე იმოქმედებს სიმძიმის ძალა M1G, მოქმედებს ეს დაჭიმულობის ზალა T1 და მოქმედებს ამ ბურთულებს შორის განზიდვის ზალა თქვათ F. ანალოგიურად ამაზე, იმოქმედებს M2G ძალა, იმოქმედებს დაჭიმულობის ზალა T2 და იმოქმედებს ესე იგი ეს F ძალა. განზიდვის ზალა, რომლებიც თქვათ ყოველთვის ერთნაირი არის. აი ამ ეხლა ამათ შორის კუთხეები როგორი იქნებაო? გადახრის კუთხეებიო. ხო, ეხლა დავწეროთ თითოეულის წონასწორობის პირობა. აი მაგალითად თქვათ მარცხენა ბურთულის, ესე იგი M1G ვექტორი პლუს F ძალა პლუს T1 უდრის 0-ს, რადგან ის წონასწორობაშია. ანალოგიური განტოლება დაიწერება მეორესთვისაც. აი ზოგადად თქვათ, მოდით ეს აღვნიშნოთ α1 და ეს აღვნიშნოთ α2-ით. დავაგეგმილოთ ეს განტოლებები ორ ღერძზე, ესე იგი ერთი იყოს თქვათ X ღერძი იყოს, თქვათ ესეთნაირად იყოს ჰორიზონტალურად მიმართული და Y ღერძი ვერტიკალურად ზევით იყოს მიმართული. ჰორიზონტალური მიმართულებით თუ დავაგეგმილებთ, მექნება ესე იგი ეს თუ ალფა არის, აი ესეც ალფა არის, ამიტომ ესე იგი აი ეს იქნება, აი აგერ არის ალფა, ეს არის T1 სინუს ალფა. X ღერძზე თუ დავაგეგმილებთ, მექნება T1 სინუს ალფა 1 მინუს F უდრის 0-ს. ეხლა დავაგეგმილოთ Y ღერძზე T1 კოსინუს ალფა 1 მინუს M1G უდრის 0-ს. გადავიტანოთ მარჯვენა მხარეს, ესე იგი ყველაფერი მექნება T1 სინუს ალფა 1 უდრის F-ს, ხოლო T1 კოსინუს ალფა 1 უდრის M1G-ს. თუ გავყოფ მე ამ
ზედა განტოლებას ქვედაზე T1 T1-თან შეიკვეცება სინუსი კოსინუსზე მომცემს ტანგენს ალფა და ტანგენს α1 იქნება f-ი შეფარდებული m1j-ზე. ეხლა რაც შეეხება f-ს, ეს არის კულონის ურთიერთქმედების ზალა Q1 Q2-ზე შეფარდებული, მათ შორის მანძილის კვადრატზე. ესე იგი, ეხლა მათ შორის მანძილი ხო, ეხლა მათ შორის მანძილი უნდა ჩავწეროთ. ხო, მათ შორის მანძილი აღნიშნოთ r-ით და Q1 Q2 r კვადრატზე. ასე რომ ტანგენს α1 გამოვა Q1 Q2-ზე შეფარდებული r კვადრატზე m1j-ზე. ანუ ტანგენს α1 ტოლი არის Q1 Q2-ზე r კვადრატ m1j-ზე. ეხლა ანალოგიური გამოთვლა რო ჩავატარო მე მეორე ბურთულასთვის, მარჯვენა ბურთულასთვის, მან მივიღებ ფორმულას ტანგენს α2 იქნება Q1 Q2 r კვადრატ m2j-ზე. ეხლა რო შევაფარდო ტანგენს α1 ტანგენს α2-ზე, მექნება ეგეთი რამე Q1 Q2 შეფარდებული r კვადრატ m1j-ზე Q1 Q2 r კვადრატ m2j-ზე. ნუ Q1 Q2 გაიკვეცება, r კვადრატები გაიკვეცება, j-ები გაიკვეცება და მექნება m2 m1-თან. ესე იგი, აქედან გამომივა, რომ ტანგენს α1 ტანგენს α2-თან იქნება m2 m1-თან. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც მუხტები განსხვავებულია და მასები, ხო, ახლა თუ მასები ტოლი არის, თუ m1 უდრის m2-ს, მაშინ მივიღებ, რომ ეს შეფარდება ერთის ტოლი არის. ესე იგი, ტანგენს α1 ტანგენს α2-თან გამომივა ერთის ტოლი. ეს ნიშნავს, რომ α1 უდრის α2-ს. ეხლა მეორე შემთხვევაში, როდესაც მუხტები ტოლია და მასები განსხვავებულია, ფაქტურად ფორმულა იგივე არის, ესე იგი ზოგადი, ის რომ მუხტები ტოლია თუ არ არის ტოლი, ამას როგორც ხედავთ, მნიშვნელობა არ აქვს და მექნება ტანგენს α1 ტანგენს α2-თან იქნება m2 m1-თან. ეს რას ნიშნავს, რომ თუ m1 მეტია m2-ზე, ეს ნიშნავს, რომ ტანგენს α1 ნაკლებია ტანგენს α2-ზე. ესე იგი, რომელსაც მასა მეტი აქვს, ის ნაკლები კუთხით იქნება გადახრილი. კარგით. 694 ამოცანა. 694 ამოცანა. 400 მგ მასის ორი ერთნაირი ბურთულა დაკიდეს ერთნაირი სიგრძის ძაფებით ერთ წერტილში და დამუხტეს ერთნაირი ნიშნის მუხტებით. ბურთულები ერთმანეთს დაშორდნენ 15 სანტიმეტრით, ისე რომ ძაფებს შორის მართი კუთხე შეიქმნა. იპოვეთ თითოეული ბურთულის მუხტი. ჩავწეროთ მოცემულობა, ეს იგი მასა არის 400 მგ, ანუ ეს არის 400 10 მინუს მესამე ხარისხად გრამი. ახლა კილოგრამში იქნება 400, ისა 400 10 მინუს მეექვსე ხარისხად კილოგრამი. ერთნაირი ნიშნის მუხტებით დანიშნეს და დამუხტეს ერთნაირი მუხტებით, ესე იგი და Q პირველი უდრის Q მეორეს და უდრის Q-ს
და ესე იგი მათ შორის მანძილი R არის 15 სანტიმეტრი და ალფა კუთხე არის 90 გრადუსი. და გვეკითხებიან როგორი არის მუხტი. დავხატოთ ესე იგი სურათი. აი ეგეთი რამე არის, თქვა ერთი ბურთულა ესეთნაირად განლაგდა, მეორე ბურთულა ესეთნაირად, აი ეს კუთხე არის 90 გრადუსი. აი ჩავწეროთ ესე იგი თითოეულ ბურთულაზე რა ძალა მოქმედებს. ესე იგი მოქმედებს mg, მოქმედებს დაჭიმულობის ძალა და მოქმედებს განზიდვის ძალა F. ნუ ეს კუთხე ცხადია ნახევარი იქნება, ესე იგი. ხო, ნუ დავწეროთ წონასწორობის პირობა. ნუ თქვა, გინდა მარცხენა, გინდა მარჯვენა ბურთულისთვის, გვექნება F ძალა პლუს T ძალა ვექტორულად პლუს mg ძალა უდრის 0-ს. 0-ს რატო? იმიტომ რომ აჩქარება 0-ის ტოლი არის, წონასწორობა რადგან არის. ეხლა ეს დავაგეგმილოთ, ესე იგი, აი ამ x ღერძზე, ჰორიზონტალურ და ვერტიკალურ ღერძებზე, y-ზე. x ღერძზე თუ დავაგეგმილებთ, ესე იგი, აი ეს არის ალფა ასევე, ნუ აი უпростоრად ალფა ნახევარი არის, ესე იგი ეს ალფა ნახევარი არის, მთელი კუთხე არის ალფა. ამიტომ მექნება t სინუს 45 გრადუსის მინუს f უდრის 0-ს. ეხლა y ღერძზე თუ დავაგეგმილებთ, t კოსინუს 45 გრადუსისა მინუს mg უდრის 0-ს. ნუ ამდა აქედან t სინუს 45 გრადუსისა უდრის f-ს, ხოლო t კოსინუს 45 გრადუსისა უდრის mg-ს. შევეფარდოთ ერთმანეთთან, გვექნება ტანგენს 45 გრადუსისა უდრის f შეფარდებული mg-ზე. ნუ ტანგენს 45 გრადუსზე ერთის ტოლი არის. ამიტომ გამოვა, რომ f უდრის mg-ს. მეორე მხრივ f ტოლი არის k q კვადრატი შეფარდებული აი ამ r კვადრატზე. აქედან მივიღებთ, რომ k q კვადრატი შეფარდებული r კვადრატზე უდრის mg-ს, ანუ q კვადრატი უდრის mg r კვადრატი შეფარდებული k-ზე და q-სთვის მივიღებთ, ნუ ფესვი უნდა ამოვიღოთ ორივე მხრიდან, აი r გამოვა ფესვის ქვეშ, ესე იგი mg შეფარდებული k-სთან. r გამოვა ფესვის გარეთ. ეს იქნება ეს ამოცანა. ნუ კარგით, ესე იგი 695 ეს რაღაც საზეპირო არის, რაღაც სტასთან არის დაკავშირებული. დავანებოთ მაგას თავი. 696 ამოცანა. ველის რაღაც წერტილში 2 ნანოკულონ სიდიდის მუხტზე მოქმედებს 0,4 მიკრონიუტონი ძალა. იპოვეთ ველის დაძაბულობა ამ წერტილში. ესე იგი ძალა არის, ესე იგი 0,4 მიკრონიუტონი, ესე იგი 10 მინუს მე-6 ხარისხად ნიუტონი, ხოლო Q არის 2 ნანოკულონი, ну 2 10 მინუს მე-9 ხარისხად კულონი. გვეკითხებიან ველის დაძაბულობას. ნახეთ რაზე ელაპარაკი. აი თქვათ ეს არის რაღაცა მუხტი, რომელსაც ვერ ხედავთ ჩვენ და ეს მუხტი ქმნის რაღაცა წერტილში, აი ამ რაღაცა A წერტილში, აქ არის რაღაცა Q მუხტი, რომელიც არ ვიცი რა არის, რისი ტოლი არის, მაგრამ ვიცი რომ აი ამ A წერტილში თუ შევიტან მე აი ამ Q მუხტს 2 ნანოკულონს, ამაზე იმოქმედებს აი ესეთი F ძალა. და გავიგოთ ამ მუხტის მიერ შექმნილი ველის დაძაბულობა. ნუ ველის დაძაბულობა ეს არის შეტანილი მუხტზე მოქმედი ძალის სიდიდე ამ მუხტის სიდიდესთან, აი ძალა შეფარდებული მუხტის სიდიდესთან. ასე რომ ველის დაძაბულობა ეგ იქნება აი ეს პირდაპირ ესე იგი F შეფარდებული Q-სთან, ანუ 0,4 10 მინუს მე-6 ნიუტონი შეფარდებული 2 10 მინუს მე-9 ხარისხად კულონზე. ეს გამოვა 0,2 10-ის მე-3 ხარისხად ნიუტონი გაყოფილი კულონზე. აი ესეთი დაძაბულობა იქნება. 697 ამოცანა.
10 ნანოკულონი მუხტი მოთავსებულია წერტილში, რომლის ელექტრული ველის დაძაბულობა 2 კილოვოლტი მეტრზეა რა ძალა მოქმედებს ამ მუხტზე. ჩავწეროთ მოცემულობა, რომ Q არის 12 ნანოკულონი, ანუ 12 10 მინუს მე-9 ხარისხად კულონი, ელექტრული ველის დაძაბულობა ეს არის 2 კილოვოლტი მეტრზე, ეს იგივე რაც ნანონი კულონზე, ესე იგი 2 10-ის მე-3 ხარისხად ვოლტი მეტრზე. და გვეკითხებიან რა ძალა წარმოიშვებაო, რა ძალა იმოქმედებს აი ამ მუხტზე. რადგან ვიცით, რომ ელექტრული ველის დაძაბულობა ეს არის F-ი შეფარდებული Q-ზე, ესე იგი რაღაცა წერტილში შევიტანეთ ჩვენ Q მუხტი და ამ მუხტზე იმოქმედა F-მა ძალამ. დაძაბულობა ზუსტად აი ამის ტოლია და აქედან F-ი ტოლი გამოვა Q გამრავლებული E-ზე. ასე რომ ძალა უბრალოდ იქნება Q გამრავლებული E-ზე. ესე იგი F-ი გამოვა 12 10 მინუს 9-ზე გამრავლებული 2 10-ის მე-3-ზე. ესე იგი ეს იქნება 24 10 მინუს მე-6-ზე ხარისხად ნიუტონი. კარგით, ეხლა 698 ამოცანა. იპოვეთ 34 ნანოკულონი მუხტის ველის დაძაბულობა მისგან 9 და 18 სანტიმეტრი დაშორებულ წერტილებში. ესე იგი მუხტი არის 36 ნანოკულონი, R პირველი არის 9 სანტიმეტრი, ესე იგი 10 მინუს 2 ხარისხად მეტრი და R2 არის 18 10 მინუს 2 ხარისხად მეტრი. დაძაბულობას გვთხოვენ, ესე იგი E პირველი და E მეორე რისი ტოლია. წერტილოვანი მუხტის ველის დაძაბულობა მოიცემა ფორმულით KQ შეფარდებული R კვადრატზე და ეს უნდა დავწეროთ პირდაპირ. E პირველი არის KQ R პირველი კვადრატზე, ხოლო E მეორე არის KQ R მეორე კვადრატზე. აი აქედან გამოვთვლით ამ დაძაბულობებს. ამოცანა ნომერი 700. A წერტილში მოთავსებულია Q პირველი მუხტი, B-ში კი Q მეორე მუხტი. იპოვეთ C და D წერტილებში ჯამური ველის დაძაბულობის ვექტორის გეგმილი X ღერძზე. თუ AC უდრის 6 სანტიმეტრს, CB უდრის BC-ს უდრის 3 სანტიმეტრს. ამოხსენით ამოცანა მუხტის შემდეგი მნიშვნელობებისთვის. Q1 არის 40 ნანოკულონი, Q არის 10 ნანოკულონი, სხვადასხვა ვარიანტები არის, თქვა განსხვავდება ნიშნებით, ესე იგი. ხო, აი დავხატოთ ახლა აქ სურათი რა არის, აი პირდაპირ სურათის მიხედვით გავაკეთოთ. ეს არის რაღაცა A წერტილი და ეს არის რაღაცა B წერტილი. და მათ შორის ხო, და არის კიდე C წერტილი და არის კიდე რაღაცა D წერტილი. ახლა აქ არის მოცემული ზომები, რომ ესე იგი თქვა AC არის 6 სანტიმეტრი, CB უდრის BD-ს და უდრის 3 სანტიმეტრს. და ეს მუხტები არის Q პირველი და ეს არის Q მეორე მუხტები. გვეკითხებიან დაძაბულობას C წერტილში და D წერტილში. დავიწყოთ იმით, რომ დაძაბულობის ფორმულა არის KQ შეფარდებული R კვადრატზე და ის არის ვექტორული სიდიდე. თქვათ ეს მუხტი არის დადებითი. მაშინ ამის მიერ შექმნილი ელექტრული ველი C წერტილში იქნება მიმართული მარცხნიდან მარჯვნივ, იმიტომ რომ ეს დადებითი მუხტი ქმნის მისი ძალწირები გამოდიან დადებითი მუხტიდან, ამიტომ დაძაბულობა ესეთი იქნება. ეხლა Q მუხტიც თუ დადებითი არის, მის მიერ შექმნილი ველის დაძაბულობა იქნება პირიქით მარჯვნიდან მარცხნივ მიმართული. ესე იგი ეს არის E პირველი, ეს არის E მეორე. მოდით ესეთ ჩავწეროთ. ესე იგი Q პირველი მეტია 0-ზე და Q მეორე მეტია 0-ზე. მაშინ E C წერტილში ეგ იქნება E
მეორეს მინუს e პირველი და პირდაპირ დავწერთ ფორმულებს. KQ2 შეფარდებული BC კვადრატზე მინუს KQ1 AC კვადრატზე. ეხლა მეორე შემთხვევა არის Q პირველი 0-ზე ამეტი Q მეორე უარყოფითი არის. ეხლა რადგან ეს უარყოფითი არის, მისი ძალწირებით შედიან მასში. ამიტომ ეს იგი E2 შეიცვლის მიმართულებას და ამიტომ EC აი ეს იყო პირველ შემთხვევაში, EC მეორე შემთხვევაში იქნება E პირველს პლუს E მეორე. ეს არის KQ2 BC კვადრატზე პლუს KQ1 KQ ხო 2 BC კვადრატზე KQ1 AC კვადრატზე. ნუ ახლა დეწერტილში. ახლა პირველ შემთხვევაში, აი ეს პირველი შემთხვევა არის, მოდი ესე გამოვყოთ. ესე იგი A დადებითი მუხტია და დეწერტილში ქმნის ველს, რომელიც მისგან არის მიმართული. B წერტილისთვის D-ს ასევე მისგან არის მიმართული და ამიტომ ესე იგი ეხლა ესენი შეიკრიბება. ასე რომ EC მეორე შემთხვევაში ეს არის KQ1 შეფარდებული AD, ნახეთ ეს იგი აქედან აქამდე, AD კვადრატზე პლუს KQ2 BD კვადრატზე. ეხლა მეორე შემთხვევაში ეს თუ ეს მუხტი თუ უარყოფითი არის, მაშინ ესე იგი ამის მიერ შექმნილი ველი აქეთ იქნება მიმართული. ამიტომ ეხო ეს ED-ში იყო, ბოდიში. ED-ში ამ შემთხვევაში მეორე ვარიანტი, ახლა ეს მეორე ვარიანტი არის, როდესაც Q2 უარყოფითი არის. ეს არის KQ1 AD კვადრატზე მინუს KQ2 BD კვადრატზე. ნუ ახლა სინამდვილეში ეს უარყოფითი გამოგვივა, იმიტომ რომ ეს მუხტი რადგან შორს არის D წერტილისგან, ამის მიერ შექმნილი ველი უფრო პატარა არის. ხოლო B წერტილი უფრო ახლოს არის D წერტილთან. ამიტომ ამის შექმნილი ველი უფრო დიდი იქნება. ამიტომ ამას უარყოფითს რომ მივიღებთ, ეს ნიშნავს, რომ ჯამური ველი აქეთკენ იქნება X ღერძის საპირისპიროდ იქნება მიმართული. ნუ დანარჩენ ამოცანებს ამის მსგავსად გააკეთებთ. ეს დანარჩენ ვარიანტებს უფრო სწორად. ხო, ეხლა მოდით 701 ამოცანა გავაკეთოთ. ორი მუხტი, რომელთაგან ერთ-ერთი სიდიდით 4-ჯერ მეტია მეორეზე, ერთმანეთიდან A მანძილითაა დაშორებული. ველის რომელ წერტილშია დაძაბულობა 0-ის ტოლი. თუ მუხტები ერთნაირ ნიშნიანებია და მეორე შემთხვევაში სხვადასხვა ნიშნიანებია. ესე იგი Q პირველი არის 4-ჯერ Q მეორეს ტოლი. მაცეთ მე გადავახტი, ესე იგი ეს ნუ კაი 702 იყოს ესა და 701-ს მე რევაკეთებ. ესე იგი ორი მუხტი, რომელთაგან ერთ-ერთის 4-ჯერ მეტი არის, ამანძილით არიან დაშორებული, ესე იგი ერთმანეთისგან და იპოვეთ ის წერტილი, სადაც დაძაბულობა 0-ის ტოლი არის. E არის 0-ის ტოლი. ნუ ერთი ვარიანტი არის ერთნაირი ნიშნები აქვს, მეორე სხვადასხვა ნიშნები აქვს. აი თქვა წარმოვიდგინოთ, რომ ეს არის Q პირველი მუხტი, ეს არის Q მეორე მუხტი. აი თქვა ავიღეთ რაღაცა წერტილი მათ შორის. ნუ და ეს მანძილი აღვნიშნოთ X-ით. პირველი მუხტი შექმნის ველს, რომელიც იქნება მარცხნიდან მარჯვნივ მიმართული, ხოლო მეორე რადგან დადებითი არის, ის შექმნის ველს, რომელიც პირიქით მარჯვნიდან მარცხნივ იქნება მიმართული. და თუ მაგათი დაძაბულობები ტოლი იქნება, მაშინ ეს იგი ჯამური ველი 0 იქნება. ესე იგი R minus X-ია, ნუ R კი არა, A არის მათ შორის მანძილი. ასე რომ E პირველი არის KQ პირველი შეფარდებული X კვადრატთან, E მეორე არის KQ2 შეფარდებული A minus X კვადრატთან. და ეგენი ერთმანეთის ტოლი არის, ესე იგი E პირველი უდრის E მეორეს. ნუ ჩავწეროთ, ესე იგი
იყოს q პირველი x კვადრატთან უდრის k q მეორე a minus x კვადრატთან. ნუ აქ კაები გაიკვეცება და q1 არის 4-ჯერ q2. 4q2 x კვადრატი არის q2 a minus x კვადრატთან. აქ q-რები გაიკვეცება და 4 უდრის x კვადრატი a minus x კვადრატში. ნუ ფესვი ამოვიღოთ აქედან და 2 უდრის x a minus x-ზე. ნუ მივიყვანოთ საერთო მნიშვნელზე 2a minus 2x უდრის x, აქედან 3x უდრის 200, ანუ x უდრის 2a მესამედი. ნუ ესე იგი მათ შორის არის ეგეთი წერტილი. ეხლა თუ ამათ საპირისპირო ნიშნები აქვთ, მაშინ ეს იქნება სადღაც აი გარეთ. ეს იქნება რაღაცა x პირველი, აი x პირველი არის ეხლა აი პატარა მუხტიდან რო გავზომნე. იმიტომ რომ ეს რადგან დიდი მუხტი არის, მისგან უფრო შორს იქნება ის წერტილი, სადაც ამის დაძაბულობამ შეიძლება გააბათილოს q მეორე უფრო პატარა მუხტის დაძაბულობა. აი აქ ესე შეიძლება დავწერო. ეხლა აქ დაიწერება რომ ხო აი მოდით აი აქ დავწეროთ, ესე იგი e პირველი არის k q პირველი a plus x კვადრატში, e მეორე არის k q მეორე x კვადრატზე. ნუ ეგენ უნდა გავუტოლოთ ერთმანეთს. k 4 q2 a plus x კვადრატში უდრის k q2 x კვადრატზე. ნუ k q-რები გაიკვეცება. მივიღებთ რომ 4x კვადრატი უდრის a plus x კვადრატში. ნუ ფესვი ამოვიღოთ 2x უდრის a plus x. ანუ აქედან x უდრის 100. აი თუ საპირისპირო ნიშნები ექნებათ, მაშინ აი ამ პატარა მუხტიდან მათ შორის კი არა გარეთ ამანძილით უნდა დავაშოროთ. ხო, ეხლა 701 ამოცანა გამომჩა და ეხლა გავაკეთოთ ამას. 701 ამოცანა. 0,1 მიკროკულონის სიდიდის მუხტები ერთმანეთს დაშორებულია 6 სანტიმეტრით. იპოვეთ დაძაბულობა წერტილში, რომელიც 5 სანტიმეტრით არის დაშორებული თითოეული მუხტიდან. ამოცანა ამოხსენით ორი სხვადასხვა შემთხვევისთვის. ორივე მუხტი დადებითია და ერთი მუხტი დადებითია, მეორე უარყოფითია. ესე იგი სიდიდით მუხტები ტოლია, q1 უდრის q2-ს და უდრის 0,1 მიკროკულონს, ანუ 0,1 10-6 ხარისხად კულონს. მათ შორის მანძილი არის 6 სანტიმეტრი და რაღაცა წერტილი არის, რომელიც მდებარეობს 5 სანტიმეტრზე. და უნდა ვიპოვოთ დაძაბულობა. მოდი დავხატოთ, ესე იგი ეს არის q პირველი მუხტი, ეს არის q მეორე, ეს მანძილი არის 6 სანტიმეტრი და ცხადია ის წერტილი, რომელიც ორივედან 5 სანტიმეტრით არის დაშორებული, ახლა მათ შორის ვერ იქნება. აი ეს არის R1 და R1. თქვათ ორივე დადებითი არის. მაშინ ეს ქმნის დაძაბულობას, რომელიც ამ შემერთებელ წრფეზე არის მიმართული და ძალწილი უნდა გამოდიოდეს ამ დადებითი მუხტიდან და ესე იქნება. მეორე მუხტიც დადებითი არის და ეს ქმნის დაძაბულობას, რომელიც ესე იქნება მიმართული. ეს არის E პირველი, ეს არის E მეორე. ნუ მოდით შემოვიტანოთ, ესე იგი ახლა აქ რაღაცა ეს კუთხე ალფა, ესეც ალფა არის და სრული დაძაბულობა ამ წერტილში იქნება E პირველ ვექტორს პლუს E მეორე ვექტორი. დავაგეგმილოთ ამ x ღერძზე, გვექნება E ჯამური ვექტორი ამ x ღერძის გასული იქნება E პირველი კოსინუს ალფა პლუს E მეორე კოსინუს ალფა. ნუ E პირველი E მეორეს ტოლი არის და კუთხეები ტოლია, ამიტომ 2E პირველი კოსინუს ალფა. ეხლა ამ კუთხის კოსინუსი იქნება აი ეს კათეტი შეფარდებული ჰიპოტენუზასთან. ეხლა ეს კათეტი აი ამ პითაგორას თეორემით, ნუ დავწეროთ OAB, აი სამკუთხედი OAB-დან. ესე იგი AB
ეს არის კვადრატული ფესვი OB კვადრატს გამოკლებული OA კვადრატში. ანუ ეს რიცხვები რო შევიტანოთ, OB არის 5-ის კვადრატს მინუს ეს ხო 6 არის, ნახევარი 3-ია, ამიტომ 3-ის კვადრატი. ეს არის ფესვი 25-დან მინუს 9, ესე იგი არის ფესვი 16-დან, ანუ გამომოვიდა 4. ამიტომ კოსინუს ალფა იქნება 4 მეხუთედი. მასადამე დაძაბულობა გამოვა 2-ჯერ პირველი კოსინუს დავწეროთ კოსინუს ალფა, ანუ 2 პირველი 4 მეხუთედი. ეხლა პირველი ეს არის KQ შეფარდებული R პირველ კვადრატზე. ამიტომ დაძაბულობა საბოლოოდ გამოგვივა 8 მეხუთედი KQ R პირველის კვადრატზე. ეს არის, როდესაც მაგათ ერთი და იგივე ნიშნები ქონდათ. ეხლა თუ საპირისპირო ნიშნები აქვთ, აი ჩავთვალოთ, რომ აი Q მეორე არის უარყოფითი. Q მეორე არის 0-ზე ნაკლები. ეს ისევ ის წერტილი არის. ეხლა აქ სიტუაცია როგორი გვექნება? ეს პირველი მუხტი ქმნის დაძაბულობას, რომელიც ამ წრფის გასწვრივ იქნება მიმართული ესე, მეორე ქმნის დაძაბულობას, რომელიც ესე იქნება მიმართული. ეხლა ჯამური დაძაბულობა აი ამ Y-ზე ის გასწვრივ იქნება მიმართული. ეხლა ეს კუთხე და ეს კუთხე ტოლი არის, ესე იგი. ხო და ეხლა კოსინუს ამ კუთხისა იქნება ამის შეფარდება ჰიპოტენუზასთან. მოდი ეს აღვნიშნოთ φ-ი ეს კუთხე და ამ შემთხვევაში იქნება E პირველს პლუს E მეორე, თუ დავაგეგმილებთ Y-ზე, იქნება E პირველი კოსინუს φ პლუს E მეორე კოსინუს φ. ანუ ეს გამოდის 2-ჯერ E პირველი კოსინუს φ. ეხლა კოსინუს φ არის აი ეს არა, ესე იგი, აი ეს მანძილი არის, ესე იგი R ნახევარი შეფარდებული R1-თან. ანუ კოსინუს φ გამოდის 3 მეხუთედი. მასადამე ესთვის გვექნება 2-ჯერ 3 მეხუთედი E პირველი, ანუ 6 მეხუთედი KQ შეფარდებული R პირველის კვადრატზე. ეს იქნება მეორე პასუხი. ხო, ეხლა 703 ამოცანა. 703. 40 კილოვოლტი მეტრზე დაძაბულობის ერთგვაროვან ველში მოთავსებულია 27 ნანოკულონი მუხტი. იპოვეთ ჯამური ველის დაძაბულობა მუხტიდან 9 სანტიმეტრ მანძილზე წერტილებში, რომლებიც მუხტზე გამავალი ერთგვარი ველის ძალწირზეა მოთავსებული, მუხტზე გამავალი ძალწირის მართობულ წრფეზეა მოთავსებული. მოკლედ, ესე იგი გეტყვით. გვაქვს ერთგვაროვანი ველი, რომლის დაძაბულობა არის 40 კილოვოლტი შეფარდებული მეტრზე. თუ გვაქვს მუხტი Q, რომლის სიდიდე არის 27 ნანოკულონი, ანუ 27 10-9 ხარისხად კულონი. და გვეკითხებიან ჯამურ დაძაბულობას. სრული არის კითხვის ნიშანი სხვადასხვა ადგილას. ხო, მანძილი ამ წერტილოვანი მუხტიდან არის 9 სანტიმეტრი, ანუ 9-10-2 ხარისხად მეტრი. აი თქვათ ეს არის ერთგვაროვანი ველი, რომლის ძალწირები დავხატე, ერთგვაროვანი რადგან პარალელურები არის ეს ძალწირები. აი აქ გვაქვს მუხტი. აი მისგან 9 სანტიმეტრ მანძილზე ეს არის მუხტი Q, ეს არის მანძილი R. თქვათ ეს მუხტი დადებითი არის. მაშინ ეს შექმნის ველს, რომელიც იქნება ესე მიმართული და ერთგვაროვანი ველის ძალწირი და ისა მიმართულება და ამის მიმართულება დაემთხვა ერთმანეთს, ამიტომ
e სრული იქნება s plus e1. ანუ იქნება e plus q შეფარდებული r კვადრატზე. ეხლა თუ ავიღებთ წერტილს მუხტზე გამოვალი ძალწირის მართობულ სიბრტყეზე. ეხლა აი თქვათ სადღაც აი აქ არის, ესე იგი r მანძილით არის აქ მოთავსებული წერტილი რაღაც, აი b წერტილში გვინდა დაძაბულობა. ეხლა ეს დადებითი მუხტი ქმნის ეს ძალწირს ესეთი მიმართულებით, ეს შექმნის ესეთი მიმართულებით ერთგვაროვანი. ამიტომ ჯამური იქნება აი ეს სიდიდე. ამიტომ e სრული იქნება, ახლა ამას პითაგორას თეორემით შემიძლია ვიპოვო, იქნება e კვადრატ პლუს e პირველის კვადრატი. ნუ აქ სიდიდეს გთხოვდნენ მხოლოდ და ამიტომ იქნება e კვადრატი პლუს q შეფარდებული r პირველის კვადრატზე. ეს აი ამ შემთხვევაში იქნება სრული დაძაბულობა მიმართული აქეთ ესე იქნება. კარგით. 704 ამოცანა. იზოლირებულ ძაბზე დაკიდებული დამუხტული ლითონის ბურთულა შეიტანეს ერთგვაროვან ჰორიზონტალურ ველში. რის შედეგადაც ძაბმა ვერტიკალთან შეადგინა 45 გრადუსიანი კუთხით. რამდენით შემცირდება ძაფის გადახრის კუთხე ბურთულიდან 1/10 მუხტის მოშორების შედეგად. ესე იგი, რაღაცა q მუხტი ქონდა. მერე მოაცილეს დელტა q არის 1/9 qc. არა, 1/10 ბოდიში, 1/9 დარჩა. როგორ შეიცვლებაო კუთხეო? ნუ დელტა ალფა არის კითხვის ნიშნის ტოლი. ნუ წარმოვიდგინოთ ახლა ეგეთი რაღაცა, რომ ეს არის ერთგვაროვანი ველი. აქ ძაბზე დაკიდებული ბურთულა არის, დადებითად არის დამუხტული და ის გადაიხრება, იმიტომ რომ ველი მაგაზე მოქმედებს გარკვეული ძალით. მოდი ვნახოთ, ესე იგი, რა ძალები მოქმედებენ ამ მუხტზე. მოქმედებს სიმძიმის ძალა mg, მოქმედებს ძაფის დაჭიმულობის ძალა და ველის მხრიდან მოქმედი ძალა f. ჩავწეროთ, ესე იგი, ნუ ეს კუთხე არის ალფა. ჩავწეროთ ამის წონასწორობის პირობა. ესე იგი, ts plus f plus mg უდრის 0-ს. ახლა დავაგეგმილოთ ეს აი ამ ორ ღერძზე, ეს იყოს x ღერძი, ეს იყოს y ღერძი. x ღერძზე თუ დავაგეგმილებთ f-ს minus t sinus alpha უდრის 0-ს. ახლა y ღერძზე თუ დავაგეგმილებთ t cosinus alpha minus mg უდრის 0-ს. მოდით ესე გადავწეროთ, რომ t sinus alpha უდრის f-ს, ხოლო t cosinus alpha უდრის mg-ს. მასადამე გავყოთ ერთმანეთზე, ტანგენს alpha იქნება f შეფარდებული mg-სთან. ეხლა f ეს არის ძალა, რითაც ელექტრულმა ველმა იმოქმედა q მუხტზე. ელექტრული ველის მხრიდან q მუხტზე მოქმედი ძალა მოიცემა ამ ფორმულით. ასე რომ ტანგენს alpha იქნება qa შეფარდებული mg-სთან. ეს იყო პირველი შემთხვევა. ეხლა მერენდელ შემთხვევაში, მეორე შემთხვევაში მე-10 მუხტი მოაცილეს. ამიტომ ახალი მუხტი q პირველი გახდება 9/10 qc. ამიტომ ფორმულა ანალოგიური იქნება, ტანგენს alpha 1 იქნება ახალი ძალა შეფარდებული mg-ზე. ნუ ამ დროს ცხადია მას არ შეიცვლება. ამიტომ ეხლა f1 იქნება q პირველი e შეფარდებული mg-სთან და გვექნება, რომ ტანგენს alpha 1-ზე ტოლი იქნება f mg-ზე, f პირველი mg-ზე. ნუ აქ mg-ები გაიკვეცება და f შეფარდებული f1-ზე.
მაშინ მე ტანგენს ალფა ერთზე იქნება QE შეფარდებული 9/10 QE-ზე. ესენი გაიკვეცება გამოვა 10/9. ეხლა თვითონ საწყისი კუთხე ალფა აქ იყო 45 გრადუსი. ნახეთ პირობაში ესე წერია, ხო? ამიტომ ტანგენს 45 გრადუსზე არის ერთი სტოლი და გამოგვივა რომ ტანგენს ალფა 1 გამოვა 9/10. ასე რომ ახალი კუთხე შეგვიძლია ვიპოვოთ. როგორც ალფა 1 არის arc ტანგენს 9/10-ისა. ეგ იყო 704 ამოცანა. ხო, ეხლა 705 ამოცანა. ტოლგვერდა სამკუთხედის წვეროებზე +q და -q მუხტებია მოთავსებული. იპოვეთ ველის დაძაბულობა სამკუთხედის ცენტრში. თუ მისი გვერდის სიგრძე 100 სტოლია. ხო, ნუ ესე იგი +q და -q არის, ესე იგი და გვერდის სიგრძე 100 სტოლია. ნუ გვეკითხებიან ველის დაძაბულობას ცენტრში. დავხატოთ სურათი. ეს არის ტოლგვერდა სამკუთხედი, ჩავთვალოთ რომ ეს არის +q, ესეც +q არის, ეს არის -q. ნუ ეხლა ტოლგვერდა სამკუთხედში ცენტრი ეს არის როგორც მედიანების, ასევე სიმაღლეების, ასევე ბისექტრისების გადაკვეთის წერტილი. ნუ აი ეს წერტილი არის. მოდი ვნახოთ, ესე იგი ეს დადებითი მუხტი ქმნის ველს, რომელიც ასე იქნება მიმართული. ეს მეორე დადებითი მუხტი ქმნის ველს, რომელიც სიმაღლის გასწვრივ იქნება მიმართული და ეს ქმნის ველს, რომელიც აი ესე იქნება მიმართული თავისკენ. ამიტომ სრული ველის დაძაბულობა, მოდი ამას დავარქვათ, ეს იყოს E პირველი, ეს არის E მეორე და შუაში რომელიც არის, ეს არის E მესამე. ესე იგი E სრული, ეს არის E პირველი plus E მეორე plus E მესამე. ეხლა სიმეტრიიდან ცხადია, რომ ჯამური დაძაბულობა იქნება აი ამ X ღერძის გასწვრივ მიმართული. ხო, ეხლა აი ნუ ჩვენ ეს მანძილები გვინდა, ესე იგი ეხლა ეს მანძილი არის აი ამ სიმაღლის 2/3. ნუ მოდით ესე AO არის სიმაღლის ნუ თუ გნებავთ აქედან ვიპოვოთ, არ გვინდა ესე იგი თქვა. ეს არის 30 გრადუსი კუთხე, ეს არის A9 და აქედან შეგვიძლია ვიპოვოთ რა, ესე იგი. მოდით აი ამ სამკუთხედან ვიპოვოთ AOC-დან. სამკუთხედი AOC. აქედან AO ეს არის OC შეფარდებული კოსინუს 30 გრადუსზე. კოსინუს 30 გრადუსისა არის, ესე იგი, ფესვი 3-დან შეფარდებული 2-თან. მაცა AO აქ არასწორად დავწერე. AC შეფარდებული, აი ეს AC შეფარდებული კოსინუს 30 გრადუსზე. ხო, ესე იგი, ხო, ნუ AO გამოვა AC არის A9 გაყოფილი ფესვი 3-დან 2-ზე, ესენი გაიკვეცება A შეფარდებული ფესვი 3-თან. ხო, ეხლა ნუ ეს კუთხე 60 გრადუსი არის, ესე იგი ეს 60-ია, თქვა ესეც 60-ია, ნუ ეს კუთხე 30 გრადუსი გამოვა. არა, 30 კი არა, ესეც 60 გრადუსი არის. 60, ეს 60 გრადუსები არის ეს კუთხეები. ამიტომ E სრული, ახლა X ღერძზე თუ ვაგეგმილებ, მექნება E პირველი კოსინუს 60 გრადუსზე plus E მეორე
კოსინუს 60 გრადუსზე პლუს e მესამე. ამიტომ ეს იქნება 2-ჯერ e პირველი კოსინუს 60 გრადუსზე პლუს e მესამე. ახლა e პირველი ეს არის kq შეფარდებული a-ოს კვადრატზე. რომელიც ვიცით რომ არის a ფესვის 3-ზე. ეს არის kq შეფარდებული a კვადრატ ეს ფესვის 3-ზე ზევითავა და ეს 3 იქნება ესეთნაირად. e მესამე სიდიდით e პირველი სტოლი არის. ესე იგი ესეც არის 3kq შეფარდებული a კვადრატზე. ამიტომ ჯამური სრული e სრული ტოლი გამოვა 2-ჯერ ფესვი 3-დან 2-ზე e პირველი 3kq შეფარდებული a კვადრატზე პლუს 3kq შეფარდებული a კვადრატზე. ესენი გაიკვეცება. ესე იგი e სრული გამომივა 3kq შეფარდებული a კვადრატზე ეს ფესვი 3-დან პლუს 1. აი თუ რაღაც შეცდომა არ დავუშვი, ეგეთი რამე იქნება. ხო, ეხლა 700 მე-6-ზე ამოცანა. e მასის და q მუხტის ბურთულა თავისუფლად ვარდება დედამიწის ზედაპირისადმი პარალელურად მიმართული e დაძაბულობის ერთგვაროვან ელექტრულ ველში. როგორია ბურთულას მოძრაობა? დაწერეთ ტრაექტორიის განტოლება. x ღერძი მიმართეთ დაძაბულობის ვექტორის პარალელურად და და y ღერძი ვერტიკალურად ქვევით. აი გვაქვს, ესე იგი, მოცემულია, რომ m-ია ბურთულას მასა, q არის მისი მუხტი და ელექტრული ველის დაძაბულობა არის e. უნდა დავწეროთ მოძრაობის განტოლება. და მერე ტრაექტორიის განტოლება. ახლა თქვათ, ეს არის ელექტრული ველის დაძაბულობა. ეს არის ის ბურთულა, რომელიც ვარდება. რა ძალები მოქმედებენ მასზე? მოქმედებს პირველ რიგში სიმძიმის ძალა mg და მოქმედებს ელექტრული ველის მხრიდან მასზე მოქმედი ძალა, რომელიც ესე იქნება მიმართული q, ესა f-ით დავუნიშნოთ ეს. ესე იგი, ჯამური ძალა f სრული, ეგ იქნება f-ს პლუს mg. ეხლა მოდით მიმართოთ x ღერძი ჰორიზონტალურად ძალწირების გასწვრივ და y ღერძი ვერტიკალურად ქვევით მიმართოთ. ხო, ესე იგი, აქ იგულისხმება, რომ საწყის სიჩქარე არ აქვს. დავაგეგმილოთ, ესე იგი, ხო და ეს f სრული, რა თქმა უნდა, ნიუტონის მეორე კანონის თანახმად უდრის m-ას. ამას თუ დავაგეგმილებ x ღერძზე, მექნება f უდრის m-a-x. ხოლო y ღერძზე თუ დავაგეგმილებ, mg უდრის m-a-y-ს. ესე იგი, ax-ი x ღერძის გასწვრივ აჩქარება, ეს არის f შეფარდებული m-ზე, ხოლო y ღერძის გასწვრივ აჩქარება, ეს არის g სტოლი. რადგან უსაწყისო სიჩქარით ვარდება, მე შემიძლია დავწერო, რომ x-ი არის at კვადრატ ax t კვადრატ ნახევარი, ხოლო y-ი არის ay t კვადრატ ნახევარი. ეხლა თუ გავყოფ ამ განტოლებებს ერთმანეთზე, t კვადრატი გაიკვეცება და x-ი გაყოფილი y-ზე მექნება ax-ი შეფარდებული ay-ზე. ax-ი არის f-ი შეფარდებული m-ზე, ay-ი არის g. ესე იგი, f-ი შეფარდებული mg-ზე. ესე იგი, განტოლება იქნება ეგეთი, y-ი უდრის mg შეფარდებული f-ზე, x-ზე. აი ეს არის ტრაექტორიის განტოლება. რაც შეეხება f-ს, ეს არის q გამრავლებული e-ზე.
კარგით.